გამარჯობათ ძვირფასო მეგობრებო, თქვენ უყურებთ ვიდეოს არხზე GeoGame Tactics, რომელშიც ჩვენ შევეხებით კიდევ ერთ ძალზედ პრობლემატურ საკითხს. ლიცენზირებული თუ არალიცენზირებული თამაშები. პირატიზმი თუ ლიცენზია. ტორრენტი. Steam-ისა და Origin-ის წინააღმდეგ. მაშასა მეგობრებო, ეს თემა არის უსასრულო, შეგვიძლია როცა გამართება დისკუსია, იქ წავიდეს დავა უსასრულოდ. ყველას თავისი ინდივიდუალური აზრი გააჩნია. მე კი შევეცდები ეს თემა აუხსნა ისე როგორც მე ვფიქრობ. ძირფასო მეგობრებო, რა თქმა უნდა, როცა თამაში გამოდის, მას ქმნის დეველოპერი, მასზე ხარჯავს ძალიან ბევრ ფულს, ძალიან ბევრ დროს, თელ გულს და სულს დებს აი ამ თამაშში, ეს არის მისი შედევრი. და თამაში შექმნას ჭირდება რამოდენიმე თვიდან, წლებამდე და ეს ჩვენ უნდა გავიაზროთ, რა თქმა უნდა, ჩვენ გეიმერებმა, რომლებიც ვთამაშობთ თამაშებს. უნდა ვიცოდეთ თუ რამდენი მუშაობა ჩადებული მოცემულ თამაშში. უნდა გავაანალიზოთ ყველაფერი, ძვირფასო მეგობრებო. რა თქმა უნდა, თამაში უნდა შევიძინოთ. და მე ვფიქრობ, ყველა ნამდვილმა გეიმერმა უნდა შეიძინოს თამაში, მაგრამ აქ მეორე მხარესაა. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა მე პირადად შემიძენია თამაში და შემდეგ თამაშმა ჩემი იმედები არ გაამართლა. ეს გამოდის, რომ მე ტყუილად გადავიხადე თანხა თამაშში. კი რა თქმა უნდა, მე ვითვალისწინებ ყველაფერს, თუ რა სამუშაოებია გაწეულია ამ თამაშის შექმნისათვის, ძალიან დიდ პატივს ვცემ დეველოპერებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ძვირფასო მეგობრებო, ჩვენს ხომ უნდა მივიღოთ სიამოვნება თამაშისგან, რადგან მასში გადავიხადეთ ფული. ამიტომ ჩემი აზრით მე არასდროს არ გავსჯი გეიმერს იმის მიხედვით რომ ის არ თამაშობს ლიცენზირებულ თამაშებს, წერს ტორრენტიდან და ესე თამაშობს. ამის გამო არასდროს არ ვეტყვი რომ შენ არ ხარ გეიმერი, იმიტომ რომ არ თამაშობ ლიცენზირებულ თამაშებს. რა თქმა უნდა, თქვენს კრებულში უნდა იყოს როგორც ლიცენზირებული, ასევე არალიცენზირებული თამაშები, ის თამაშები, რომლებშიც თქვენ გადაწყვეტეთ არ გადაიხადოთ ფული, ანუ ის მათში ფულის გადაყრად ითვლება ეს გადახდა, ამიტომ თქვენ გადმოწერეთ ტორრენტიდან და ითამაშეთ აი ეს თამაში, შეამოწმეთ თუ მოგეწონათ, შემდეგ იყიდეთ. მაგალითად, მე პირადად ესე თამაშებს, როგორც არის Battlefield 3, Battlefield 4, Battlefield Bad Company და ეს თამაშები ყველა ნაყიდი მაქვს. იმიტომ რომ რა თქმა უნდა, შევხედე მათ gameplay-ს, როცა გამოვიდა გადმოვწერე კიდეც ტორრენტიდან, წავითამაშე, ცოტა შევხედე single players, ძალიან მომეწონა და ვიყიდე აი ეს თამაში, რადგან მეთამაშა multiplayer-ი. სწორედ ეგ არის ძვირფასო მეგობრებო, არალიცენზირებულ თამაშებს არ აქვთ multiplayer-ის ან იგივე კოკოპის ფუნქცია, ანუ თქვენ ვერ ითამაშებთ ვერცეთ ზემოთქმულს, მხოლოდ თქვენ ითამაშებთ single players, ანუ სიუჟეტურ ხაზს. კიდევ რა შეიძლება ვთქვა მოცემულ თემაზე. ძვირფასო მეგობრებო, თამაშებზე ფასები ვერ ვიტყვი რომ ძალიან ძვირია, მაგრამ არც ძალიან იაფია. ეს რაც შეეხება პერსონალურ კომპიუტერის თამაშებს, მათზე ფასები შედარებით დაბალია ვიდრე კონსოლებზე, მაგრამ არ ვიცი, ნუ ახლა გამოსული თამაშების ფასები რა თქმა უნდა ძვირი იქნება. მაგრამ ძალიან ბევრჯერ Steam-ზე თქვენ შეხვდებით ფასდაკლებებს, სადაც შეგიძლიათ თამაში იყიდოთ ძალიან იაფად. Steam-ი ამის საშუალებას გაძლევთ. იგივე Origin-ი, ძვირფასო მეგობრებო, Steam-ი და Origin-ი თუ არ იცით, ეს არის ერთ-ერთი პოპულარული საერთაშორისო ინტერნეტ ონლაინ მაღაზიები, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენ ლიცენზირებული თამაშები. Origin-ი არის Electronic Arts-ის პროდუქტი, კერძოდ Electronic Arts-ის პროდუქტი, სადაც მხოლოდ თავის თამაშებს ყიდის, რომელიც გამოუშვა EA-მ, ანუ Electronic Arts-მა. მისი თამაშები არის იგივე Titanfall-ი, Battlefield-ის სერია, Dragon Age და ასე შემდეგ. ხოლო Steam-ი არის საერთაშორისო, Steam-ზე არ არის Electronic Arts-ის თამაშები, მაგრამ არის სხვა ძალიან ბევრი თამაშები, იქნება ეს Ubisoft-ის, Activision-ის, Bethesda თუ სხვა დეველოპერები, აი მათ თამაშები ძალიან ბევრი თამაში არის Steam-ზე და Steam-ზე არის ძვირფასო მეგობრებო ძალიან ბევრი ფასდაკლებები, ეხლაც იყო ძალიან დიდი ფასდაკლებები და მე რა თქმა უნდა ყველა ფასდაკლებაზე ვყიდულობ იმ თამაშს, რომელიც მსურს.
თქვენს გირჩევთ დაელოდოთ აი ამ ფასდაკლებებს და შეიძინოთ თამაშები არა მარტო Steam-ზე, არამედ Origin-ზეც არის, რა თქმა უნდა. ფასდაკლებები ეხლა თუ ასწლები Battlefield 3 პრემიუმი არის 9 ევროთ. დიახ, მგონი 9 ევროთ. შეგიძლიათ შეიძინოთ, ზოგჯერ Origin აკეთებს საჩუქრებს, მაგალითად The Game in Your House. შეგიძლიათ ნახოთ, რომელი თამაში არის უფასოდ, ან შეგიძლიათ ან Game Time აგრეთვე აკეთებს, შეგიძლიათ თქვენ ითამაშოთ 24 საათის განმავლობაში თამაში, ამის შემდეგ ის გახდება ფასიანი. გაიგოთ თამაში როგორი არის, ანუ შეამოწმოთ ვიფასონ რატო აკეთებენ აი ამას, იმიტომ რომ თქვენ შეამოწმოთ თამაში ღირს თუ არა, რომ შეიძინოთ. და მე პირადად იმ თამაშს, რომელსაც არ ვთვლი, რომ უნდა შევიძინო, ვიწერ ტორენტიდან და ჩვეულებრივად ვთამაშობ ისე როგორც არის. ხოლო რომელ თამაშსაც მე ვთვლი, რომ ნამდვილად მომეწონა, ნამდვილად მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება, აი ამ თამაშისთვის ვიმეტებ ფულს და ვყიდულობ ვიფასო მეგობრებო. ამიტომ აი ეს თემა პირატიზმი, ლიცენზია, რა თქმა უნდა, კარგია თუ ყველა თამაში იყიდი, მაგრამ მეორე მხარესაა ვიფასო მეგობრებო, თამაში ტყუილად ფულს ხوار გადაიხდი, თუ ის არ უნდა ითამაშო, ის არ მოგწონს, ხო, ამიტომ ჯერ უნდა გაიგო თამაშის აზრი, თუ არ ითამაშე ისე ვერ გაიგებ, ვერანაირად სუსი მონაყოლით თამაშს ვერ გაიგებ. რაც არ უნდა თამაშს ლანძღავდნენ, რაც არ უნდა აძაგებდნენ თქვენ პირადად თუ არ დატესტეთ, აი სრული ამ მსვლელობით თამაში თქვენ ვერ გაიგებთ თამაშის შინაარს და თამაში თავარი გრაფიკა არ არის ვიფასო მეგობრებო. თამაში თავარი არ არის თუ როგორი ტექსტურებია, თუ როგორი თვალები უჩანს პერსონაჟს, ან როგორი ბალახის ფერია. ამის გარდა ძალიან ბევრი კომპონენტი არის თამაში, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ. თავიდან რა თქმა უნდა, მე როცა დავიწყე აი Gaming Sphero, პირდაპირ გრაფიკას ვაქცევდი ყურადღებას, აუ რა გრაფიკა აქვს ნახე და ესე რაღაცები, მაგრამ ეს ვიფასო მეგობრებო, სისულელია, არა მარტო გრაფიკა, არამედ ძალიან ბევრი კომპონენტი განიხილავს თამაშის შინაარს, იქნება სიუჟეტი, თავის gameplay, თვითონ ეს შედგენა სისტემის ყველაფერი მოქმედებს თამაშზე და ეს ყველაფერი ერთად შეკრებილი თუ ჩვენ მოგვეწონება, მე ვთვლი რომ თამაში უნდა შეიძინოს გეიმერმა. რა თქმა უნდა თუ ფინანსური მხარეც ხელს უწყობს. აი ეს მინდოდა რაც ეს მინდოდა მე თქვა, ვიფასო მეგობრებო, თემა არის რა თქმა უნდა უსასრულო, შეგვიძლია ვილაპარაკოთ ძალიან დიდი ხანი, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ თამაშში ტყუილად ფულის გადაყრა არ შეიძლება, თუ თქვენ არ მოგწონთ და ძალით ყიდულობთ და შემდეგ ნანობთ, ამით ჯერ გაიგეთ თამაში თუ ღირს თავის ფასად და შემდეგ შეიძინეთ ვიფასო მეგობრებო. მე რა თქმა უნდა რომელი თამაშიც მომწონს, იმას რა თქმა უნდა ვყიდულობ, რომელიც არ მომწონს და უბრალოდ მინდა რომ გავიგო როგორია თუ ღირს, მაშინ მე მას ან YouTube-ზე ვყურებ gameplays, ან პირადად ვიწერ და ვთამაშობ და ამის შემდეგ უკვე ვყიდულობ ვიფასო მეგობრებო. სიჩქარე არასდროს არ გამოგადგებათ, უნდა მით უმეტეს აი ეს gaming სფეროში, კომპიუტერულ სფეროში თქვენ უნდა გაანალიზოთ ყველაფერი და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოთ და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება უფრო სწორედ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეიძინოთ. როცა შეიძენთ, მე უკან ვეღარ დააბრუნებთ გულისხმობ თამაშს, ამიტომ ძალიან გთხოვთ, დაფიქრდით, კარგად გაანალიზეთ თამაში. სერიული თამაშებზე ნდობა შეიძლება, ვფიქრობთ, თუ თქვენ თამაშობდით Assassin's პირველის ნაწილს, Assassin's Revelation და ასე შემდეგ. მე პირდაპირ ვენდობი და ვყიდულობ ესეთ თამაშს. რადგან ვიცი, რომ Ubisoft-ი არასდროს არ მიღალატებს, არა მარტო Ubisoft-ი, Rockstar-ი და არის ძალიან ბევრი ჩემი საყვარელი დეველოპერები, რომლებიც არასდროს არ მღალატობენ და ყოველთვის უშვებენ ხარისხიან და კარგ თამაშებს. იქ რაღაც პრობლემები აქვს ოპტიმალიზაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ყველაფერი შემდეგ პატჩებით კეთდება, არა მარტო მოსამულ კომპანიებს, სხვა კომპანიებსაც ეს თამაშია ვიფასო მეგობრებო, ძალიან ბევრი მუშაობა ჭირდება და შემდეგ რა თქმა უნდა ეს პატჩებით სწორდება. მე დიდი მადლობა ვიფასო მეგობრებო თქვენი ყურადღებისათვის. იმედია რაღაც სასარგებლო თქვენ ამ ვიდეოდან გაიგეთ. და შევხვდებით სულ მალე ჩვენს არხზე დარჩით, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და იყავით ყოველთვის საქმის კურსში. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.